გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქართველოს მთავრობა სოცდაუცველთა ბაზების გადახედვას იწყებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით არსებობს სერიოზული შეუსაბამობები სიღარიბის დაძლევის პროგრესსა და შემწეობის მიმღებთა რაოდენობას შორის. მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა სიაში აღმოჩენილია შეუსაბამო პირთა დიდი რაოდენობა. მათ შორის ისეთები, რომლებსაც შეძენილი აქვთ ძვირად ღირებული ავტომანქანები. უფიქსირდებათ ბოლო 3 თვის განმავლობაში შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ლარი და აღებული აქვთ საბანკო ცეცხლი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით. მინისტრის განმარტებით მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185,000. ბაზაში კი სულ რეგისტრირებული 400,000-მდე ოჯახია. მირიან გორგოძე დაესწრო სამინისტროში გამართულ ბრიფინგს და უფრო ვრცლად მინისტრის ინიციატივაზე ის ისაუბრებს. მირიან გისმენთ. მინისტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დღეისათვის საერთო ჯამში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და შესაბამისად ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185,000 და ამ ოჯახების წევრთა რაოდენობა არის დაახლოებით 710,000. საერთო ჯამში კი შემწეობის მიმღებ პირთა ბაზაში სულ რეგისტრირებული არის 400,000 ოჯახი, თუმცა საუბარია იმის შესახებ, რომ ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას ფინანსური დახმარების კუთხით, თუმცა რა თქმა უნდა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფოს შეღავათებითა და ბენეფიტებით. მინისტრის განმარტებით, წლების განმავლობაში ზოგადად სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზა ყოველთვის იყო პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, მაგალითად საუბარია იმის შესახებ, რომ წლების წინ გაიზარდა იმ ქულების რაოდენობა, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს სოციალური დახმარების მიღებას და ამავე დროს პანდემიის პერიოდში გამოცხადდა ერთგვარი მორატორიუმი, როდესაც გარკვეული გამონაკლისების გარდა პრაქტიკულად აღარ ხდებოდა ოჯახების გადამოწმება და შესაბამისად სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზაში აღმოჩნდნენ ისეთი ოჯახები და ადამიანები, რომლებიც რეალურად არ საჭიროებდნენ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული შემწეობის მიღებას. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის შემდეგ მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო, ანუ შედარებით უფრო შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა მაქსიმუმ 120,000 ნაცვლად 185,000 ოჯახისა. COVID პანდემიის შემდეგ მოქმედებდა ეგრეთ წოდებული მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც საბედნიეროდ აღარ აქვს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. ამავე მიზეზთა გამო არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც, რომელთა რიცხვი არ არის სამწუხაროდ ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო 3 თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან არის რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც 1 წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს იმავე წელს 2024 წელს გამოშვებული ავტომანქანა. ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც მაგალითად აღებული აქვს საბანკო ცეცხლი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ასე შემდეგ. ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც ამ დროის განმავლობაში გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გააუმჯობესდათ მდგომარეობა. ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბის შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს
და სწორედ ამ მიზნით იმისათვის რომ წერტილი დაისვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, სამინისტროში სოციალური მომსახურების სააგენტო უკვე აქტიურად იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესს და ამ შემთხვევაში მიხეილ სარჯველაძის განმარტებით მთავარი მიზანი არის, რომ ამ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური შემწეობის მიღება და შესაბამისად ისინი რეალურად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს კანონმდებლობის მიხედვით, ვისაც სახელმწიფო და ამ შემთხვევაში სოციალური შემწეობა ფინანსური დახმარების სახით მისცეს. ამისათვის მომდევნო თვეების განმავლობაში მიხეილ სარჯველაძის განმარტებით უკვე დაწყებულია მუშაობა ამ მიმართულებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული პროგრამის მიხედვით დაიწყება აქტიურად ბაზის გადამოწმების პროცესი. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს. ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე იმ მრავალი შეღავათით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას, ვერც ახლა და ვერც წარსულში. ამგვარად იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის. გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რადგანაც პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც სხვადასხვა ფაქტორების გამო მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათ ეკუთვნით შემწეობა. პროცესი არის მრავალფუნქციური, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ხანგრძლივად მოხდება მონიტორინგის პროცესი, თუმცა როგორც სამინისტროში განმარტეს, საკმაოდ მკაცრი იქნება შემოწმებისა და მონიტორინგის პროცესი და მინისტრმა არ გამორიცხა პროცესის მიმდინარეობისას გარკვეული სამართალდარღვევების აღმოჩენა, მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიხეილ სარჯველაძის განმარტებით ყველა უწყება კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. მადლობა მერიან, ჯანდაცვის სამინისტროდან გვერდებოდა მერიან გორგოძე. ეკონომიკური დივერსია საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ასე აფასებს მმართველი გუნდი ნამახვან ჰესის საქმეზე პარიზის სასამართლოს განაჩენს. პროტესტისა და შეჩერებული პროექტის შემდეგ კომპანია ენკას სარჩელზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა და საქართველოს 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ქართულ ოცნებაში ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებენ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ვარლამ გოლეთიანისა და სამოქალაქო ჯგუფების პროტესტს, რომელმაც ენკასთან ხელშეკრულების გაწყვეტა გამოიწვია. ნამახვან ჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში კომპანიას ქვეყანაში 800 მილიონის ინვესტიცია უნდა შემოეტანა. ლელა ჯავახიშვილის საკითხზე უფრო ვრცლად ისაუბრებს პირდაპირ ეთერში ლელა გისმენთ. პროექტი, რომელსაც ქვეყნისთვის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა მოეტანა, რამდენიმე თვიანი დაძაბული პროტესტის შედეგად შეწყდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამართლებრივი პროცესი, რის საფუძველზეც საქართველოს კომპანიისთვის 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება პარიზის სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა, რადგან სარჩელში საქართველო მიუთითებდა, რომ ამ ოდენობის თანხის დაუყოვნებლივი გადახდა სერიოზულად დააზარალებდა სახელმწიფო ბიუჯეტს და ეს აისახებოდა სახელმწიფო ფუნქციების შესრულებაზე. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ ენკა წარმოადგენდა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ კომპანიას და ის არსებითად აღარ ახორციელებდა კომერციულ საქმიანობას, შესაბამისად არსებობდა რისკი, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ გაუქმების შემთხვევაში უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებების აღსრულება სერიოზულ ზიანს მიაყენებს მის უფლებებს, რადგან გადასახდელი თანხა აღემატება 400 მილიონ ამერიკულ დოლარს, რაც აჭარბებს სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რამდენიმე სამინისტროს ბიუჯეტს. მთავრობა ასევე მიუთითებს ზიანის რისკზე იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები შემდგომში გაუქმდება. ეს საფრთხე განპირობებულია ენკას ბუნდოვანი ფინანსური მდგომარეობით. იგი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ საპროექტო კომპანიას, რომელსაც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ არ გააჩნია რეალური ეკონომიკური საქმიანობა და არ აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშგებებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ამბობენ, რომ ქვეყანა ასეთი ზარალის წინაშე დააყენეს სწორედ იმ კონკრეტულმა სუბიექტებმა, რომელთა ინტერესსაც არ წარმოადგენდა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გამტკიცება. იხსენებენ, რომ რიონის ხეობაში მაშინ აქტივისტებთან ერთად აქტიურობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, SAIA, EMC, მწვანე ალტერნატივა, პროექტის შეჩერების მოწოდებებით გამოდიოდნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ამერიკის ყოფილი ელჩი კელი დეგნანიკი სახელმწიფოს მოუწოდებდა, რომ გაეთვალისწინებინა საზოგადოებაში არსებული შეშფოთება. უმრავლესობაში დღეს უკვე დამდგარ მოცემულობას სახელმწიფოს წინააღმდეგ ეკონომიკური დივერსიის შედეგს უწოდებენ. მაშინ სახელმწიფომ ვერ შეძლო არ არსებობდა ის ძალები, შიდა პოლიტიკური რესურსიც არ არსებობდა. ამაზე პრემიერმა ბევრჯერ ისაუბრა, რომ ჩვენ გარკვეული დრო დაგჭირდა ჩვენი თავის მობილიზებისათვის, რომ ასეთი დიდი ზეწოლისათვის წინააღმდეგობა გაგვიწია. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა და მათმა დამქაშებმა, რომელსაც არ ატყუთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება, კიდევ უფრო მეტიც, რომელთაც არ ატყუთ, რომ საერთოდ რაღაცა ენერგეტიკული ან სხვა ტიპის დამოუკიდებლობა ჰქონდეს საქართველოს, ამას დიდი ოპონირებას ვერ დავარქვით, დროება გაუწიეს. მაშინ ხალხს ეგონა, რომ ეს მართლა ეკოლოგიური პრობლემებით იყო ეს გამოწვეული. გინახავთ ეს ხალხი სხვა თემებზე გამოსული ამ წლების განმავლობაში და რაღაც აქტივობები აქედან ჩანს, რომ ის იმათ საერთოდ არ აინტერესებთ ეს თემები. თავარი იყო მათთვის ეს შეფერხება უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს მომავალში ჩვენ აღარაფერს აღარ დავუთმოთ. ნამახვან ჰესის საქმეზე არბიტრაჟის მიერ საქართველოსთვის დაკისრებული 400 მილიონი დოლარის გადახდის გადაწყვეტილების აღსრულება მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ ამ საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მადლობა ლელა, საუბრობდა ლელა ჯავახიშვილი. გიორგი გახარიას და მის გუნდს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებიათ მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის სამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა. ჯერ კიდევ 13 თებერვალს პარტიამ Facebook-ზე დადო ანონსი, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციას დაესწრებოდა და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავდა. თუმცა კონფერენცია ისე დასრულდა, რომ გახარიას არანაირი შეხვედრის ამსახველი მასალა არ გაუსაჯაროებია. გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე გასულ წელს იმყოფებოდა, მის სოციალურ ქსელში კი შეხვედრების ამსახველი არაერთი ფოტო იძებნებოდა. ქართული ოცნება ეჭობს, რომ წელს ის კონფერენციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და საზოგადოება მიზან მიმართულად მოატყვა. ნანა გოგატაძე გვეტყვის, როგორია გახარიას თანაგუნდელებისა და ქართული ოცნების შეფასებები თემასთან დაკავშირებით. ნანა, გისმენთ. უკვე მეორე დღეა გიორგი გახარიას გუნდის წევრები ჯიუტა და ამტკიცებენ, რომ მათი პარტიის ლიდერი საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა და მეტიც არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა. თუმცა ამის შემდგომ უკვე ჩნდება შეკითხვა, ვის შეხვდა გიორგი გახარია, რა იყო ამ შეხვედრების მთავარი თემა, ან სად არის ამ შეხვედრების ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ დრომდე არის გასაიდუმლოებული. გახარიას გუნდის წევრები თავის მართლებას ახლა იმით ცდილობენ, რომ ამბობენ, რომ მათი ლიდერი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ფოტოების გადასაღებად არ იმყოფებოდა, არამედ იყო მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და გაასაჯაროებენ ამ ფოტოებს, თუმცა შეკითხვაზე როდის ამას ვერ აკონკრეტებენ. ეს მაშინ, როდესაც მაგალითად გასულ წელს, როდესაც გიორგი გახარია ნამდვილად იმყოფებოდა უსაფრთხოების კონფერენციაზე, მან სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო მასალა გამოაქვეყნა იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად შეხვდა არაერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს თუ ევროპარლამენტარებს. გიორგი გახარიას გუნდის ლოგიკით გამოდის, რომ შარშან გასულ წელს 2025 წელს ბრალდებული გახარია უსაფრთხოების კონფერენციას მხოლოდ ფოტოების გადასაღებად ესწრებოდა. რატომ ამ ინფორმაციას მოკრებულები ახლა ამ წელს და რატომ არის რაღაცნაირად გასაიდუმლოებული ეს? გიორგი გახარია მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ იმყოფებოდა სურათების გადასაღებად. გამოდის, რომ წინა წლებში ფოტოების
გადასაღებად ყოფილა ჩასული, იმიტომ რომ რატომ გამოდის? არა, უბრალოდ თქვენ გაინტერესებთ ეს. ის იმყოფებოდა ღონისძიებაზე იმისთვის, რომ მას ქონდა მაღალი რანგის შეხვედრები და როდესაც დრო დადგება ამის შესახებ, ის აუცილებლად ისაუბრებს, ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებს. ესწრებოდა თუ არა ნამდვილად გიორგი გახარიას საერთაშორისო კონფერენციას, ეს შეკითხვა მართლ გუნდში ჩნდება, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, იქედან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიამ და მისმა პარტიამ პოლიტიკური რესურსი და პოლიტიკური ზონა უკვე დიდი ხანია დაკარგა და ამის დადასტურება ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის არის არჩევნების შედეგებიც. მისი რესურსი არის ნულის ტოლი, იმიტომ რომ ის კლებაში მიდის, თქვენ ძალიან კარგად ნახეთ თვითმმართველობის არჩევნებში, თითქმის იმის ნახევარი აიღო რაც საპარლამენტო არჩევნებში, რაც რო გავა, კიდევ უფრო ნაკლებს აიღებს, იმიტომ რომ ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს ორგანიზაცია და მისი ლიდერი რაღაც ციდან ოტანი ნარატივებით კვებავდნენ თავის ამორჩევლებს, შემდეგ დაპირდნენ, რომ პარლამენტში სერიოზულად იფუნქციონირებდნენ და ერთი წელი საერთოდ არ მოგვაკითხეს აქ. მე არც იმას შეუერთდნენ, რომ ბოიკოტი ყოფილიყო, მე თითქოს შემოვიდნენ, სიები არ ჩახსნეს და იმდენ იქნეს, რომ პირველი 12 კაცი თუ რამდენიც ყავდათ, რომელიც მათი ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ და აქ უნდა ოპონირება გაეწიათ ჩვენთვის. ისინი არ შემოვიდნენ მე სულ სხვა ადამიანები, რომლებიც შემდეგ 12 თუ 14 კაცს წარმოადგენდნენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამას ელექტორატიც ამჩნევს და ალბათ მათი უცხოელი პატრონებიც, რომ არაფერი სერიოზული ამ ხალხისგან არ გამოდინება. დაახლოებით ერთი კვირის წინ დაანონსა გიორგი გახარიას პარტიამ, რომ ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრებოდა, თუმცა ამ ანონსის გარდა არაფერი გვინახავს. მადლობა ნანა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ნანა გოგატაძე. ევროკომისია ავალდებულებს უკრაინას, რომ მიიღოს კანონი, რომელიც ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას უზრუნველყოფს. უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიას გაუგზავნეს ერთობლივი წერილი, სადაც გამოხატეს შეშფოთება უკრაინაში ინიცირებული სამოქალაქო კოდექსის პროექტის გამო. მათი თქმით, კანონპროექტი ზღუდავს ერთსქესიან წყვილთა სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობებს. ინფორმაციას ევროკომისიის საპასუხო წერილზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა მეჟა ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ერთსქესიანი ოჯახების რეგისტრაციის შესაძლებლობების ვალდებულება აიღო. საკითხზე უფრო ვრცლად პირდაპირ ეთერში ისაუბრებს ლუკა ჩანგელია. ლუკა, ეთერში ხარ. ესო უკრაინული მედია ახლა წერს, რომ ევროკომისია პირად კონტროლზე აიყვანს და მკაცრად გააკონტროლებს უკრაინის მთავრობის პოლიტიკას ერთსქესიანი ადამიანების უფლებების დაცვისა და მათი ქორწინების შესაძლებლობების შესახებ, ვინაიდან როგორც უკვე შენ აღნიშნე, თავად უკრაინის მთავრობას, როგორც მედია წერს, ჰქონდა ვალდებულება აღებული ევროკომისიასთან, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შესრულდებოდა ისე, როგორც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. თუმცა პარალელურ რეჟიმში ახლა კითხვის ნიშანს აჩენს ის, რომ უკრაინის პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები არის იგივე სამოქალაქო კოდექსთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოჯახის ერთიანობა არის ქალისა და კაცის ქორწინება, სწორედ ამან წარმოშვა პრობლემები. ამან აიძულა, როგორც თავად სტატიის ავტორი ამბობს, უფლებადამცველები მიემართა ევროკომისიისთვის, ხოლო ევროკავშირმა და ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ოფიციალური კიევი, რომ უნდა შეასრულოს ყველა ნაკისრი ვალდებულება და დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ემხრობიან ერთსქესიანთა ქორწინებას. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინის სამართლებრივი ჩარჩო უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და ფუნდამენტურ უფლებათა ქარტით განმტკიცებულ სტანდარტებს. კერძოდ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას და ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვას. კანონის უზენაესობის საგზაო რუკის თანახმად უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულების შესრულებას. ამ საკითხზე ჩვენ შეფასებები დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც მოვისმინეთ, დავსვით შეკითხვები მათ შორის ოპოზიციურ პარტიებშიც, რადგანაც როგორც იცით, ხელისუფლების ოპონენტები ხშირად ამბობდნენ, მაშინ როდესაც საქართველო არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს იღებდა და აძლიერებდა ეროვნული ღირებულებების, მათ შორის ოჯახური ღირებულებების სტანდარტს, ოპოზიციის წარმომადგენლები ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ევროკავშირი არავისგან არ ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას. ახლა როდესაც უკრაინაში ასე ვითარდება მოვლენები, რა შეფასება შეიძლება გააკეთოს ამაზე ოპოზიციამ, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას
მოძრაობაში ამბობენ, რომ ისინი გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობიან და დარწმუნებულები არიან, რომ ევროკომისია უკრაინისგან მსგავს რამეს არ მოითხოვდა, თუმცა ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ განცხადება, რომელიც უკრაინის მთავრობამ მიიღო, ეკუთვნის ამ შემთხვევაში გაფართოებისა და აღმოსავლეთ საკითხებში გენერალურ დირექტორს ევროკომისიისა და სწორედ მისი სახელით ასევე მადლობა გადაუხადეს იმ უფლებადამცველებს, რომლებმაც შესაბამისი განცხადებით მიმართეს ევროკომისიას. რაც შეეხება მმართველ გუნდს ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სწორედ ეს არის ის, რაზეც მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ასევე ეს არის ის გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხისთვის უფრო სერიოზულად შეეხედა და პრაგმატული პოლიტიკის ფარგლებში გაეძლიერებინა ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხი და ასევე მიიჩნევენ ქართულ ოცნებაში, რომ არ არის მაინც და მაინც სწორი ევროკომისიის მხრიდან ომში მყოფი ქვეყნისთვის ისეთ საკითხებზე თანხმობის მიღება, რომელიც შემდგომში შეიძლება პრობლემატური გამოდგეს საზოგადოებაში. არ მგონია, რომ ევროკომისიას ასეთი დღის წესრიგში რაღაცა ეს აქტიურად ფიგურირებდეს და იყოს აქტიური მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უკრაინაში ჯერ ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ეხლა სხვა ტიპის მოთხოვნების ეხლა აქტუალიზაცია ნაკლებად პრიორიტეტული გახლავთ, მით უმეტეს ამ მოთხოვნას, ხო? ამიტომ არ ვიცი, ეხლა ამ ინფორმაციას არ გავხსნები ვარ, მაგრამ ნამდვილად არ მწავს და არ მგონია, რომ ესეთი რამე ეხლა სერიოზულად ძალიან აქტუალურად იქნება დასმული ამ ორხვრივი მოლაპარაკების პროცესში ხოლმე. ალბათ თვლიან, რომ ეს გზას გაუხსნის შემჭიდროებულ ვადებში მათ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ისიც რომ რაღაც ახალი ინიციატივები ქონდა ევრობიუროკრატიასთან. ევრობიუროკრატიას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვადების შემჭიდროებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, ეს მათ არ უშველის, იმიტომ რომ იქ არის გარკვეული პროცედურა და არიან ქვეყნები, რომლებიც მოითხოვენ ამ პროცედურის დაცვას. თუ თვლიან, რომ ეს მათთვის დამაჩქარებელი პროცედურა იქნება, ცოტა სხვა რაღაცას დააჩქარებს უკრაინაში ეს, ვიდრე მის გაწევრიანებას. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა და ერთსქესიან პირთა ქორწინების კანონთან სისრულეში მოყვანა. ეს არის ევროკომისიის მთავარი მოთხოვნა მეჟას მიერ გავრცელებული სტატიის თანახმად. უკრაინული მედია ახლა ამბობს, რომ ევროკავშირი ოფიციალურად ითხოვს დადებული პირობების შესრულებას კიევისგან. მადლობა ლუკა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ლუკა ჩანგელია. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიციის მობილიზება. პოლიცია უკვე რამდენიმე პროცესია იცავს ტერიტორიას, რადგან დაზარალებულისა და ბრალდებულის ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურად არაერთხელ დაუპირისპირდნენ. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც სამართალდამცველებმა 15 პირი დააკავეს. პროცესზე დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება. დღევანდელი მოწმე, რომელიც გახლავთ სასტუმრო თაუერის კიდევ ერთი თანამშრომელი, ვერანაირად ვერ დაადასტურებს დავით მიქაძის და გელა უძილაურის შეხვედრას, იმიტომ რომ დავით მიქაძის და გელა უძილაურის შეხვედრა სასტუმრო თაუერში არ მომხდარა 2025 წლის თებერვლის არც ერთ რიცხვში. გაგრძელდება დღეს სასამართლო პროცესზე მტკიცებულების გამოკვლევა, ბრალდების ხარე გამოიკვლიოს დაკითხავს მოწმეს, მათ შორის დაიკითხება ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი, რომელსაც ჩატარებული აქვს სხვადასხვა კვლევები, ასევე დაიკითხება მოწმეები, სასტუმრო თაუერის თანამშრომლები და ასევე დაიკითხება ტაქსის მძღოლი, რომელმაც უშუალოდ გელა უძილაური მიიყვანა გიორგი ჯოხაძის ნათესავ მამუკა ბაღდავაძის სამსახურთან. სასტუმროს თანამშრომელი რომელმაც დაიკითხა და განმარტა, რომ გიორგი ჯოხაძე ამ სასტუმროში სარგებლობდა პრივილეგიებით. იმ კუთხით, რომ მას არ ახდევიებდნენ თანხას, ისე სარგებლობდა სხვადასხვა მომსახურებად. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ესეც საინტერესოა ბრალდების ხარისთვის ზოგადად, რაც შეეხება სასტუმროს თანამშრომლების სხვა კუთხით რა შეესწრენ და რა ინფორმაციას ფლობენ, რასაკვირველია ამას გამოძიების ეტაპზეც გამოკითხულები არიან და სასამართლოშიც აწვდიან ინფორმაციას. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებსა და კოლ-ცენტრების საქმეზე სხვა ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის ფიგურანტების ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება, პატიმრობა კი დაუსწრებლად შეეფარდათ. მოსამართლე მხარეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ დავასაბუთეთ, რომ კვალიფიკაცია, რომელიც არის წარდგენილი სამართლებრივი საფუძვლებიდან არ გამომდინარეობს. არ შეიძლება ყველას გასაგონად ვამბობ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194 და 180 მუხლის ერთობლიობით იხილებოდეს ბრალდება. ეს სასამართლო პრაქტიკას აკრძალული აქვს. მართლმსაჯულება ხორციელდება ორი ძირითად პრინციპის დაყრდნობით. ამოსავალი არის ორი ძირითად პრინციპი. ეს არის მხარეთა თანასწორობა და ეს არის საჯაროობა. ორივე პრინციპი დაირღვა
მხარეები თანასწორ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ და მეორე საჯაროობა არ გახორციელდა. ეხლა დახურულ კარს მიღმა სასამართლო უკვე აღარ არის სასამართლო. ბრალდების მხარე ექვსივე ბრალდებულთან მიმართებით დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივ ისე ფორმალური საფუძველი, კერძოდ ბრალდების მხარე მიუთითა, რომ მიმალვის დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა და როგორც უკვე აღინიშნა, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა. რაც შეეხება დახურვის საკითხს, თქვენ იცით, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში, არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის ტრანსნაციონალური დანაშაული, არაერთი პირი იკვეთება იმისათვის, რომ მათი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება ამ ეტაპისათვის იყოს დაცული და არ გამჟღავნდეს გარკვეული დეტალები, რასაც ისინი გამოკითხვის ოლქში უთითებენ. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე დახურვა პროცესის იყო აუცილებელი. პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. დაკავებული საცხოვრებელი სახლის შხრეკისას ასევე ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისთვის საჭირო მასალები. დაკავებულ უკრაინელს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტრაილერში დამალვის გზით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დაკავებულების მიმართ გატარდება საიმიგრაციო პროცედურები. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ჰაბის მიზანი ინოვაციების, განათლებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა და რეგიონში მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობების განვითარებაა. ეს არის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადი საქართველოს მხრიდან იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყალიბდებით როგორც მთავარი მიზიდულობის ცენტრი ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების მიმართულებით. ჰაბში თავმოყრილი იქნება, როგორც იცით, ძალიან საინტერესო მიმართულებების ერთობლიობა. ეს არის მაგალითად ტექნოლოგიური მუზეუმი, ეს არის ტექნოლოგიური სკოლა ბავშვებისთვის, ეს არის ყველაზე დიდი ტექნოპარკი. აქ განთავსდება პირველი საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი. საერთო ჯამში ეს საშუალებას მოგცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფო სერვისების და სტარტაპებისა და ინოვატორების გაძლიერების მიმართულებით. სამხრეთ კავკასიაში უნიკალური ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ქალაქ ქუთაისში. აქ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი, რაც უზრუნველყოფს როგორც სკოლის მოსწავლეების, ისე ნებისმიერი ასაკის ადამიანის გადამზადებას, მომზადებას საერთაშორისო და ასე ვთქვათ პრესტიჟულ პროფესიებში, დარგებში, მიმართულებებში. გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები. განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გურჯაანის საგარეჯოს, დედოფლის წყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები გაცნო და მშობლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. გავაცანით მიმდინარე რეფორმები, განსაკუთრებით სასკოლო და უმაღლესი განათლების მიმართულებით და ამომწურავად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის მშობლების მეტი აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ვესტუმრეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერის იმედს, სადაც აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ჩვენ ნახეთ იქ სკოლის შენობა, რომელიც საჭიროებს ყისიერ რეაგირებას და რეაბილიტაციას. ეს შენობა ჩასმული გვაქვს პირველ პრიორიტეტში და უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით უნდა მოხდეს ამ მშენებლობის დაწყება. ქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა დედოფლის წყაროს და სიღნაღის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების რეფორმის მიმდინარე საკითხები. ჩვენ აგრეთვე ვეწვიეთ ერის იმედს, სადაც დავათვალიერეთ ამორტიზებული სკოლა, ნახეთ
არსებული ვითარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წელს დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. კულტურის მინისტრი სოფელ ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაიცნო. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვის ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი. სასახლის კომპლექსის განახლება მიმდინარე წელს დასრულდება. მარიამ და ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანების სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ობიექტზე კონკრეტულად არის მუზეუმი განთავსებული. ამ მუზეუმის თანამშრომლები წლებია უკვე ემსახურებიან დიდ საქმეს, რომ გადაარჩინონ ამ რეგიონის მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ წელს ორბელიანების სასახლის რეაბილიტაციას უკვე ჩავაბარებთ მუზეუმის თანამშრომლებს, გაიხსნება ათეულობით და ასეულობით ტურისტი და ადგილობრივი ჩვენი ქვეყნის მოტრფიალი ადამიანიც მოვა და ნახავს როგორ ვუვლით ამ მემკვიდრეობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ სამინისტროს ხელშეწყობით დაიწყო 2025 წელს მიმდინარე ეტაპზე. უკვე შესრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ანუ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების თითქმის 80%, დარჩენილია ეზოს მოპირკეთება და ის სამუშაოები, რაც არის გათვალისწინებული სასახლის სრული რეაბილიტაციის დასასრულებლად. ობიექტის დასრულების შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად გაიზრდება ტურისტების ნაკადი, როგორც ადგილობრივი ტურისტი, ასევე უცხო ქვეყნის ტურისტები. მე მადლობა მინდა უთხრა და გადაუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია ამ ობიექტის რეაბილიტაციაში. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gr-დან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.